როგორც წინა სერიაში ვახსენეთ, გვაქვს წარსულში მომხდარი დიდი კატასტროფის ორი გამოკვეთილი თარიღი. საუბარია 12,000 და 7,500 წლის წინანდელ პერიოდებზე. დღეს განვიხილოთ პირველ დიდ კატასტროფას, ანუ 12,000 წლის წინანდელ წარღვნას. თუ რის გამო მოხდა ის და გაგაცნობთ ჩვენეულ ვარაუდს ამ ამბებზე. იმისათვის, რომ მარტივად აღვიქვათ რაზეა საუბარი, ისევ შეგახსენებთ მეცნიერების მიერ იმ ეპოქაში აღწერილ კლიმატურ მდგომარეობას. როგორც არაერთხელ გვიხსენებია, გამყინვარების ახალი ფაზა განახლდა დაახლოებით 25,000 წლის წინ, რომლის დროსაც დაიწყო ჩრდილო და სამხრეთ ნახევარსფეროებზე არსებული ყინულოვანი მასის ზრდა. გეოლოგების კვლევით ზოგ ადგილზე რამდენიმე კილომეტრამდე სისქის ყინულის ფენაც გაჩნდა. ამ მასის შემადგენელი ნაწილი ოკეანის ეკვატორული წყლების აორთქლების და შემდგომში თოვლის სახით პოლუსებზე დარჩენის შედეგად წარმოიშვა, რის გამოც მსოფლიო ოკეანის საერთო დონე საგრძნობლად შემცირდა. დღევანდელ დონესთან შედარებით დაახლოებით 120-150 მეტრით. ეს მდგომარეობა გრძელდებოდა დაახლოებით 13,000 წლის განმავლობაში. შემდეგ ერთ კონკრეტულ მომენტში მთელი ეს ყინულოვანი მასა რაღაცის გამო მკვეთრად დადნა დროის საკმაოდ მცირე მონაკვეთში, რამაც გამოიწვია უზარმაზარი ნიაღვრები და ოკეანის დონის ასევე მკვეთრი მატება. სწორედ ამ მოვლენას დაერქვა მსოფლიო წარღვნა, რომლის დროსაც მოხდა უამრავი ქვეყნის თუ დასახლებული პუნქტის განადგურება თავის მოსახლეობიანად. აღსანიშნავია, რომ ამ მოვლენას გადმოგვცემს პლატონი თავის დიალოგებში, სადაც ის ახსენებს მომხდარის კონკრეტულ თარიღს, ანუ მის დაბადებამდე 9,000 წლით ადრინდელ ეპოქას. თანამედროვე დათარიღებით კი ეს სწორედ 12,000 წლის წინანდელი პერიოდია. თავის დიალოგებში პლატონი აღწერს მოვლენას, რომლის დროსაც დაიღუპა ატლანტიდა. მისი თქმით, ეს კუნძულოვანი სახელმწიფო სულ ერთ დღე-ღამეში დაიტბორა. გეოგრაფიულად, როგორც პლატონი ამბობდა, ატლანტიდა იყო განლაგებული ჰერკულესის სვეტების მიღმა, რაც დღევანდელი გეოგრაფიით გიბრალტარის სრუტეს აღნიშნავს. ატლანტიდაზე და პლატონის ამ გადმოცემაზე გვაქვს გაკეთებული ფილმები. თუ არ გინახავთ, აუცილებლად ნახეთ. ბმულები იხილეთ აღწერილობაში. თუ კი გავაანალიზებთ მომხდარს, აუცილებლად გაჩნდება შეკითხვა, რამ გამოიწვია ყინულების ასე მკვეთრი დნობა. თუ დღევანდელობას დავაკვირდებით, მიუხედავად გავრცელებული კონსპირაციული თეორიისა, რომ მიმდინარეობს ადამიანების მიერ გამოწვეული გლობალური დათბობა, ყინვარების დნობის მასშტაბები საკმაოდ მცირეა. ის დროშია გაჭიმული იმდენად, რომ ერთი შეხედვით თითქმის არც იგრძნობა უბრალო ადამიანისთვის და ეს პროცესი არანაირ წყალდიდობებს და გეოგრაფიულ ცვლილებებს არ იწვევს. იმისთვის, რომ ჩვენს მიერ აღწერილი კატასტროფა მომხდარიყო, საჭირო იყო რაღაც განსაკუთრებული მოვლენა, რომლის დროსაც გამოიყო კოლოსალურად დიდი რაოდენობის სითბო, რასაც წესით უნდა დაედნო კიდეც ყინულოვანი მასები. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თუ რას ნიშნავს ყინულის დნობა, მივმართოთ ელემენტარულ ფიზიკას. თუ კი ავიღებთ ნიმუშად 1 ტონა ყინულს და მოვიდომებთ მის გადნობას, დაგვჭირდება 335 მეგაჯოულის სითბო. იმისთვის, რომ მივიღოთ ამ რაოდენობის სითბო, სხვადასხვა ტიპის საწვავის მასალების გამოყენებით იქნება შემდეგნაირი შედეგები. მაგალითისთვის, 1 ტონა ყინულის დასადნობად საჭიროა მინიმუმ 9 ლიტრი ბენზინის, ან 11 კილოგრამამდე ქვანახშირის, ან 22 კილოგრამი მერქნის, ანუ შეშის დაწვისას გამოყოფილი სითბო. ხვდებით ალბათ დიდი მასშტაბების ყინულების დასადნობად რა რაოდენობის ენერგია იქნებოდა საჭირო. დღევანდელი მდგომარეობით, თუნდაც ანტარქტიკის კონტინენტზე დადებული ყინულის ფენა შეფასებულია დაახლოებით 30 მილიონი მილიარდი ტონა მასით. გამყინვარების ეპოქაში კი ყველაზე მცირე 10-ჯერ მეტი ყინულის მასები იყო დედამიწის პოლუსებზე. ასეთი რაოდენობის ყინულოვანი მასის გასადნობად საჭირო საწვავის რაოდენობა დღეს დედამიწაზე უბრალოდ არ მოიპოვება. თუნდაც მოიპოვებოდეს, ამ საწვავის დაწვით ვერ მოხდებოდა ყინულოვანი ფენის ერთბაშა დადნობა. ანუ ამით იმის თქმა გვინდა, რომ თუ კი წარსულის მაღალგანვითარებული ცივილიზაცია დაწვავდა საწვავს, ის ვერ გამოიწვევდა აღწერილი ყინულოვანი მასების მკვეთრ დნობას. ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გაგრძელებული დნობის პროცესი კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, წარღვნას ვერ გამოიწვევდა. შესაბამისად, არც გადმოცემები არ იქნებოდა დიდ დატბოროებზე. პარალელს თუ გავავლებთ დღეს მიმდინარე კლიმატურ პროცესებთან და მყინვარების დნობის ინტენსივობასთან, დატბორვა ადგილებზე მაცხოვრებელი მოსახლეობა ნელ-ნელა მოახდენდა ევაკუაციას და გადასახლდებოდა ისეთ შემაღლებებზე, სადაც წყალი ვერ მიწვდებოდათ. მაგრამ ფაქტია, რომ იგივე პლატონის მოგონებებში აშკარად საუბარია დიდ ნიაღვრებზე. მას რას შეეძლო გამოიწვია ერთბაშად ამ რაოდენობის ყინულოვანი მასების დნობა? სხვადასხვა ალტერნატიულ მიმდინარეობებში ტრიალებს მომხდარის მიზეზის უამრავი ვერსია. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არის კოსმოსური სხეულის დაცემა დედამიწაზე. დღემდე ეძებს ზოგიერთი მკვლევარი 12,000 წლის წინ ჩამოვარდნილი მეტეორის თუ ასტეროიდის კვალს. ერთი შეხედვით მსგავსი კატასტროფის დროს დაცემის მომენტში გამოიყოფა კოლოსალური რაოდენობის ენერგია. მანამდე არსებული ყინული მასების დასადნობად საჭირო ენერგია რომ დავიანგარიშოთ, ამ მეტეორის დაცემას უნდა ჰქონოდა 100 მილიონი ცალი 20 მეგატონიანი ატომური ბომბის აფეთქების ძალა.
ალბათ ხვდებით, რომ მსგავსი ენერგიის გამომყოფი კოსმოსური სხეულის დაცემის შემთხვევაში არათუ ყინულოვანი მასის დნობაზეა საუბარი, არამედ თავად პლანეტის არსებობა დგება ეჭვის ქვეშ. ცნობისათვის ხიროსიმაში ამერიკელების ჩამოგდებული ბომბის სიმძლავრე სულ რაღაც 15 კილოტონა ტროტილის ექვივალენტი იყო. ასევე სათქმელია ისიც, რომ დღევანდელი აღიარებული დედამიწის ბირთვული არსენალის მიერ წარმოშობილი სითბო საკმარისი არაა, თუნდაც ანტარქტიდის ყინულოვანი მასის დასადნობად. ამავე დროს ამ ეპოქაში დაცემული რაიმე დიდი კოსმოსური სხეულის კვალი დღემდე აღმოჩენილი არაა. თანაც ასეთ კატასტროფას აქვს უკუ ეფექტი. არათუ ყინულოვანი მასები დადნებოდნენ სრულიად, დაცემის შემდეგ ატმოსფეროში ატანილი მტვრის და ფერფლის ნაწილაკები მრავალი წლით შეზღუდავდა მზის სხივების მოხვედრას დედამიწაზე, რაც გამყინვარების კიდევ უფრო გამძაფრებას გამოიწვევდა. ფაქტია, ამ მოვლენის შემდეგ პირიქით რბილი კლიმატი მივიღეთ. მეორე ვერსიად განიხილავენ ვულკანური აქტივობის დასაწყისს პლანეტარული მასშტაბით, მაგრამ ამ მოვლენასაც აუცილებლად სჭირდება გამომწვევი მიზეზი. იმისთვის, რომ ერთბაშად უამრავი ვულკანი ამოიფრქვა, საჭიროა მძლავრი გეოლოგიური ძვრები. ეს მიზეზები შეიძლება იყოს ან უკვე ნახსენები კოსმოსური სხეულის დაჯახება პლანეტასთან, ან დიდი მასიური სხეულის ახლოს ჩავლა. როგორც უკვე ვახსენეთ, დაცემის კვალი არ გვაქვს. ამავე დროს არ არის იმ ეპოქის ვულკანური აქტივობის კვალიც. თუნდაც ყოფილიყო ნებისმიერ ვულკანურ აქტივობას ასევე მოყვება ატმოსფეროში უამრავი ფერფლის და მტვრის გაბნევა, რასაც აუცილებლად მოყვება უკუ ეფექტი გამყინვარების გამძაფრების თვალსაზრისით. ფაქტია, არანაირი მსგავსი კვალი არ შეინიშნება პლანეტარული მასშტაბით. გამყინვარება მკვეთრად დასრულდა დიდი გეოლოგიური ძვრების გარეშე. ამის ყველაზე რელევანტური ახსნა შეიძლება იყოს რაიმე კოსმოსური რადიაციის მეშვეობით ყინულოვანი ფენების გადნობა, რომელიც ზედაპირზე არანაირ კვალს არ დატოვებდა. ამ გამოსხივების წყარო შესაძლოა იყოს ჩვენი მზე. დაუშვათ და მზეზე მოხდა რაღაც გიგანტური ამოფრქვევა, რომელიც დედამიწამდე მოაღწევდა დაახლოებით 8 წუთში. ხოლო ამოფრქვევა გაგრძელდებოდა დაახლოებით 1 დღე-ღამის განმავლობაში, ისე რომ პლანეტის თითქმის ყველა წერტილი მოიცვა. გარდა მზისა არის ვარიანტი, რომ დედამიწა დაახლოებით 1 დღე-ღამის განმავლობაში მოექცა შორეული ვარსკვლავის სუპერნოვად გადაქცევის პროცესში გამოწყოცნილი ძლიერი რადიაციული ჭავლის გზაზე. თუმცა ამ მოვლენის ალბათობა ძალიან მცირეა, მაგრამ შეუძლებელი არაა. რაც შეეხება მზეს, მსგავსი მასშტაბის ამოფრქვევის შემთხვევაში, მზეზე მიმდინარე არასტაბილური ფაქტორების კვალი დღესაც შემორჩებოდა აფთერშოკების სახით, რასაც თანამედროვე მეცნიერები აუცილებლად დააფიქსირებდნენ. თანაც არც რაიმე მსგავსი მიზეზია აღმოჩენილი, რაც წარსულში ბუნებრივად ამოფრქვევას გამოიწვევდა. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ვერსიები რეალისტურად გამოიყურება, ნაკლებ ალბათურია. თუმცა რადიაციული დასხივების კვალი დედამიწაზე დღესაც შესამჩნევია, მაგრამ ამ თემაზე პრაქტიკულად არავინ არ საუბრობს. მხედველობაში გვაქვს ეგრეთ წოდებული უდაბნო ზოლი პლანეტაზე. თუ კი დავხედავთ ჩვენი პლანეტის გლობუსს, აღმოვაჩენთ ერთ უცნაურ გარემოებას. ხმელეთის გარკვეულ ნაწილზე თითქოს გიგანტური გამადიდებელი შუშით არის ამომწვარი ერთგვარი ზოლი, სადაც დღეს ძირითადად უდაბნოები გვაქვს. საწყის წერტილად თუ ავიღებთ საჰარას და თვალს გავავლებთ აღმოსავლეთისკენ, ადვილი დასაკვირვებელია აღნიშნული უდაბნო ზოლი, რომელიც გადის შუა აზიაზე და მთავრდება ჩინეთში გობის უდაბნოს სახით. გაუდაბნოების კვალი ასევე შეიმჩნევა სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზეც. ამავე დროს სრულიად გაუდაბნოებულია თავად ავსტრალიის კონტინენტის ცენტრალური ნაწილიც. ერთი შეხედვითვე ჩანს, რომ თითქმის 1 დღე-ღამის განმავლობაში დედამიწამ რაღაც დიდი გამოსხივება მიიღო, რომლის დროსაც ის ტერიტორიები, რაც ყინულით არ იყო დაფარული, მთლიანად დაიწვა და საბოლოოდ გაუდაბნოვდა. დაწვას გადარჩა მხოლოდ ყინულები და წყლით დაფარული ტერიტორიები, ხოლო გამდნარი ყინულებით კი მივიღეთ უზარმაზარი ნიაღვრები, რომლებმაც ამოავსეს ოკეანის ბასეინი. დედამიწის ბრუნვის მიმართულების გათვალისწინებით, გამოსხივების პირველი ტალღა დედამიწამ მიიღო სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროზე. თითქმის ერთი შემოbrunების შემდეგ ეს გამოსხივება შეწყდა დაახლოებით ატლანტის ოკეანის თავზე. პრაქტიკულად დღევანდელი გეოლოგიური რუქა თავისით გვეუბნება, თუ რა ადგილები იყო ყინულის ფენებისგან თავისუფალი გამყინვარების ეპოქის დასასრულისას 12,000 წლის წინ. როგორც კადრებში ხედავთ, დამწრობის ტრაექტორიაზე თუ ავაგეთ სიბრტყეს, ის იქნება დედამიწის ცენტრზე გამავალი, რომელიც თანამედროვე ეკვატორიდან დახრილია დაახლოებით 30 გრადუსით. ამ სიბრტყის მდებარეობა საეჭვოდ ემთხვევა დედამიწის გარშემო მთვარის მოძრაობის სიბრტყეს. თუ კი ბუნებრივი მოვლენების მოხდენის ალბათობა იმ პერიოდში იყო მცირე, მაშინ რაც შეიძლება გამოეწვია აღწერილი გამოსხივება. უნებურად ისევ გავიხსენეთ მითოლოგია, სადაც აღწერილია ღმერთების მიერ გამოგზავნილი სასჯელი კაცობრიობის მიმართ და მათი მუქარები. თუნდაც ზულუსების მითი ვოვანი და მპანკუზე, სადაც ეძმებიეს ადამიანებს სწორედ მთვარის მოახლოებით ემუქრებოდნენ. ამ ფაქტების გაანალიზებით გვიჩნდება შეკითხვა: 12,000 წლის წინანდელი კატასტროფის ძირითადი აქტორი შემთხვევით ხომ არ იყო მთვარე? რა თქმა უნდა, მთვარე თავის გრავიტაციული ზემოქმედებით დედამიწაზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენდა.
როგორც უკვე ვახსენეთ, იმ ეპოქის არანაირი დიდი ვულკანების კვალი დედამიწაზე არაა. ანუ მთვარის გეოლოგიური თვალსაზრისით ზიანი არ მოუტანია. ერთადერთი შეეძლო მსუბუქი გრავიტაციული ჩარევით ოკეანის წყლების მიქცევა-მოქცევის ციკლი შეეცვალა, რასაც შეიძლება მოჰყოლოდა ამინდის ერთჯერადი ცვლილება, რასაც თან დაჰყვებოდა როგორც გრიგალები, ისე ცუნამები და ტაიფუნებიც. ეს ყველაფერი კი მოიხსენებათ არანაირად არაა საკმარისი ასეთი დიდი მასის ყინულების დასადნობად. როგორც უკვე აღწერეთ, მყინვარების დასადნობად საჭიროა საკმაოდ დიდი ოდენობის სითბოს არსებობა, რომელიც განმეორდებით და ვერ წარმოიშვებოდა ვულკანური აქტივობის თუ კოსმოსური სხეულის დაცემის შედეგად. ასეთ შემთხვევაში ერთადერთ ლოგიკურ საშუალებად რჩება დიდი სიმძლავრის რადიაციული გამოსხივება. თუ კი დედამიწაზე არსებულ დამწვრობის კვალს გავითვალისწინებთ, ამ გამოსხივების ერთადერთ წყაროდ რჩება მთვარე. რა თქმა უნდა, მთვარის არანაირი საშუალება არ აქვს, რომ ბუნებრივად შექმნას ასეთი გამოსხივება. თემის ერთადერთი ლოგიკური გაგრძელება ისაა, რომ გამოსხივების წყარო იყო ხელოვნური და ის მდებარეობდა მთვარის ხილულ ზედაპირზე, ხოლო გამოსხივების არეალი მოიცავდა მთელ დედამიწას. ეს შეიძლება იყოს ორგვარი, მიკროტალღური დიაპაზონის ან ინფრაწითელი გამოსხივების ფორმით. სხვა ჩვენთვის ნაცნობი სიხშირეები ენერგიის ეფექტურ გადატანას ვერ უზრუნველყოფენ. მიკროტალღური შემთხვევაში მივიღებთ დაახლოებით იმ ეფექტს, რაც ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მიკროტალღურ ღუმელში საკვების გაცხელებისას გვაქვს. ხოლო ინფრაწითელი შემთხვევაში სითბო პირდაპირი სახით მოვიდოდა დედამიწაზე, რომელიც გამოიწვევდა მხოლოდ ზედაპირულ დნობას და პროცესით საკმაოდ გაიწელებოდა დროში. აი პირველი ეფექტის შემთხვევაში, თუ კი საჭირო სიმძლავრის გამოსხივებას გამოსცემდნენ, სწორედაც ერთი დღე-ღამის განმავლობაში დაადოვნა ყველა მყინვარს, რაც ამ გამოსხივების არეალში მოხვდებოდა. აღსანიშნავია, რომ ამ არეალში მოხვედრილი ფლორა და ფაუნა ერთბაშად დაიწვებოდა. არის ასევე მესამე ვერსიაც. ჩვენ არაერთხელ გვიხსენებია, რომ წარსულის მაღალგანვითარებულ ცივილიზაციას ჰქონდა ქვის გარბილების ტექნოლოგია. ანუ საშუალება, რითაც მყარ სხეულებს უცვლიდნენ აგრეგატულ მდგომარეობას მათ თერმული პირობების ცვლილების გარეშე, რომელიც დასხივების წყაროს მოხსნის შემდეგ ისევ უბრუნდებოდა საწყის მდგომარეობას. თუ კი მასშტაბურად მოხდებოდა ამ ტექნოლოგიის მეშვეობით ყინულების გათხევადება, ამ მასების დაღვრვის შემდეგ მოხდებოდა ოკეანის შედარებით თბილ წყლებთან შერევა, რის გამოც პროცესის დასრულების ბოლოს ძველ აგრეგატულ მდგომარეობას აღარ დაუბრუნდებოდა. შედეგად მივიღეთ დღევანდელი ოკეანე. თუ კი გავითვალისწინებთ სხვადასხვა ადგილზე შემორჩენილ სამშენებლო არტეფაქტების მასშტაბებს და ფორმებს, ეჭვი გვაქვს, რომ ამ ტექნოლოგიას გაცილებით მცირე ენერგიის წყარო სჭირდებოდა, ვიდრე მიკროტალღურ ან ინფრაწითელ გამოსხივებას. ამ კატასტროფული მოვლენების მოხდენის შედეგად დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა საგრძნობლად შემცირდებოდა. გაქრებოდა ყველანაირი ტექნიკური და ტექნოლოგიური განვითარება. მათზე მხოლოდ მოგონებებიღად არჩებოდა, რომელსაც ზეპირსიტყვიერად გადასცემდნენ თავის შთამომავლებს გადარჩენილები. იმ ძველი ტექნოლოგიების შესახებ წარმოდგენები კი მომავალში უკვე პერიფრაზირებით, ღმერთების ნამოქმედართან იქნებოდა გაიგივებული. თუმცა, როგორც წინა სერიებში ვახსენეთ, თუ კი კაცობრიობის განვითარებას ექნებოდა თავისუფლება, მაშინ მომავალი თაობები მოკლე პერიოდში სრულიად აღადგენდნენ შედარებით მაღალტექნოლოგიურ ცივილიზაციას, რომლის შემდეგაც განვითარება დაუბრუნდებოდა ბუნებრივ კალაპოტს. თუმცა ეს ასე არ მოხდა. როგორც წინა სერიებშიც ვახსენეთ, კაცობრიობას დაუწეს და უმკაცრესი რელიგიურ-მონარქიული დიქტატურა, რომელმაც მკაცრად გააკონტროლა ტექნოლოგიური განვითარების დონე. ის უბრალოდ არ იძლეოდა ახალი ტექნოლოგიების შემუშავების საშუალებას, სხვადასხვა რელიგიური მოსაზრებების გამო. ასევე კიდევ ერთხელ აუცილებლად გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს ყველაფერი არის ჩვენი კლუბის ვარაუდები და არა მტკიცებულებები. დღეისათვის სულ ეს იყო. ამ ეტაპზე ჩვენ ვამთავრებთ ჩვენი ვერსიით პლანეტის ისტორიის სერიებს. თუ ფილმი მოგეწონათ, მოგვიხდინეთ რეაგირება, გამოგვიწერეთ და გამოგვეხმაურეთ კომენტარებში. გემშვიდობებით მომავალ ფილმამდე.